ნიაღვარი რო წამოდის, ყარათუბნამდე ჩადის, მთელი გზა და ყველაფერი აქედან ფუჭდება. მაგრამ ეს გასაკეთებელი არ ყოფილა და ტენდერში თუ ვიღაცას რაღაცა მოსჭება, ყველა ჯიბეებს ისქელებს ჩვენ იხარჯით და ჩვენ კიდე ფეხით ვერ დავდივართ გზაში. სოფელი ჯარეთის მოსახლეობა თვითმმართველობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებამდე მისასვლელ გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. დაზიანებული სავალი ნაწილის მდგომარეობა მას შემდეგ უფრო გაუარესდა, რაც 3 დღის წინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ აქ სამუშაოები დაიწყო. მეცხრე არხის გადამყებ ჯგუფს სოფელში სავალ ნაწილზე დაყრილი მიწა და ნახევრად ჩახერგილი გზა დახვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობამ სამუშაოები გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე, ისიც ნახევრად შეასრულა და სოფლიდან ტექნიკა გაიყვანა. 3 დღე იმუშავეს. 3 დღეში ნახევარკვალად. მე იყვანებს ერთი ჯართი 6 ევატორი არ მუშაობდა. მე გუშინ კაიხანი გუშინ წინ. და მე ახალი ამე იყვანეს. ახალი და იმალბატარა იმუშავა და მე დამთავრდა გერასწევდნენ. თუ ჯერ კანავა არ ამოწმინდე გზარა ფერაკეთებენ მე მიგვისო. ყველანაირი გლახათ არის ჩვენი საქმე. ყველანაირი. არა, წესიერი გაკეთებ. წესი არა, თუ გაკეთებული ხომ მთლიანად უნდა დაეხრეშვილი ყვეგი და ზეით ახლა ადით პატარა მანქანა კი არა ის ვერ არის, რა ქვია. ტრაქტორს მოუჭდება და რაღაცის მოტანა 50 კომლიან სოფელში ამბობენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწა დასახლებაში მისასვლელი გზის მხოლოდ ნაწილზე დაყარა. ის ცენტრალური მონაკვეთი კი, რომელიც იჯარეთს, ყარათუბანსა და გორგულთან აკავშირებს, უყურადღებოდ დარჩა. მიწა რო დაყარეს ქვედა ქუჩაზე. აქ არაფერი არ გაკეთებულა და არც ამოსულა ტრაქტორი. სად გაკეთებულა? აბა ფაქტი არის აბსოლუტურად ჯიუტი. მაღლა ახლა კიდე ნახეთ 2 რეისი ამოვატანიეთ მთელი ხვეწნით და ამბავით, რომ გზაში მაინც გაგვევლო ფეხით. აგერ $7,000 მანქანაში მივეცით და 7 ჯერ ვერევიდა ნორმალურად სახლში. პრობლემა იმისათვის გვაქვს, რომ გზა არ გვაქვს და კვალი არ გვაქვს წესიერი. აგერ თქვენაც უყურებთ, რომ ხელით ვაკეთებთ და წვალობთ. და ეს საერთოდ ეს გზა პროექტში არ არისო და იქნებაო ისე თქვეს და როდის იქნება არ ვიცით ახლა. მოვლენებს და შედეგს ველოდებით, მაგრამ რა სადამდინ. სოფელი ჯარეთში ეჭვობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მათი სოფლის მიმართ ყურადღებას მას შემდეგ აღარ იჩენს, რაც 2014 წლის 14 სექტემბერს დაფიქსირებული სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კომპენსაციების არასწორი გადანაწილება გააპროტესტა. მოსახლეობა ამბობს, რომ იჯარეთში არც სავალი გზა, არც სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, არც სანიაღვრე არხები და განათების გაყვანილობაა მოწესრიგებული. ვინ გვაქცევს ერთი ნორმალურ ყურადღებას? ვინ მოგვაქცია ნორმალური ყურადღება? ყურადღება რომ ყოფილიყო განაწილებები მოხდებოდა ნორმალურ ფარგლებში. ვინც ნათესავი იყო და ნაცნობი იყო და ქალები ვინც იყვნენ, ძმაკაცები ვინც იყვნენ, პური ვინც აჭამეს, არ მქონდა საშუალება და ვერ ვაჭამე პური, იმიტომ შემხვდა ერთი მეშო კიშვილო. ზუსტად მის მერე მოდის ეს ყველაფერი და დაჟე ისიც უთხრეს სოფლიდან ჩამოსული იყო რაიონში ხალხი და კიდევ როგორ მოდიხარ თუ არ აქვს ხვედია თუ თქვენი ხალხიო დავაფშო რომ არ განაწილდა სწორადო. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცაც 50 ოჯახი ცხოვრობს ჩვენთან თითქმის 60 ოჯახამდე და 500 მეშოგი ფქვილი ვერ განაწილეს და ის თავის ისა ზეთი და ის შაქარი და ისი რომ ხალხს გული არ დასწყვეტოდა და ნორმალურად განაწილებული. ამის შემდეგ წავიდა უყურადღება, კაცშვილი ყურადღებას არ გვაქცევს ჩვენ. გამგეობის მხრიდან სოფელი ჯარეთის მიმართ უყურადღებობას კიდევ ერთი მიზეზით ხსნის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი. მალხაზ ბოჩიკაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მათმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა სწორედ აღნიშნულ სოფელში მიიღო. რაც იყო გზა, უფრო გაფუჭდა. საერთოდ არ შეუძლია ცუბუქ მანქანებს გადაადგილება. ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას აქვს ნაკლები კომუნიკაცია სოფლის მოსახლეობასთან. თუ ავლენ სოფელში და გაისაუბრებიან, არ არის ისეთი მოუგვარებელი პრობლემები, რომ ეს რაღაც დამოკიდებული იყოს რაღაც სასწაულებთან ამის მოგვარება. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სოფელი ჯარეთში სავალი გზა ბოლო დროს რამდენჯერმე დაფიქსირებულმა ძლიერმა ნალექმა დააზიანა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კი თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და სამუშაოების განხორციელება ხელშეკრულების საფუძველზე შეპესე ადიგენის საირიგაციო და კომუნალურმა მომსახურებამ განახორციელა. კითხვაზე შეუძლია თუ არა რამდენიმე თვის წინ მუნიციპალიტეტის ბაზაზე შექმნილ აღნიშნულ შეპესეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ მას ტექნიკა ჰყავს და საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება მოსახლეობის ბრალდებას უყურადღებობის შესახებ, გამგებელი უარყოფს.
არავითარ შემთხვევაში ნამდვილად არ არის შუაში ყურადღება რომ მოგვედუნებია ჩვენ ამ სამუშაოებსაც არ ჩავატარებდით სოფელი იჯარეთი ისეთივე სტატუსით სარგებლობს ჩვენში როგორც დანარჩენი 57 დასახლებული პუნქტი სარეზერვო ფონდიდან თანხები და ჩვენმა მუნიციპალიტეტის შეპესემ საირიგაციო და კომუნალურმა გაერთიანებამ გააკეთა აღნიშნული სამუშაოები. სახელი რა იქნება რა მნიშვნელობა აქვს? მას აქვს იურიდიული სტატუსი, ყავს მუშახელი, აქვს ტექნიკა, ასე რომ პრობლემას მე ვერ ვხედავ. როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ივნისის თვეში 5ჯერ დაფიქსირებული სტიქიის გამო არაერთი სოფელი დაზიანდა. პრობლემების აღმოსაფხვრელად კი მუნიციპალიტეტმა 34,000 ლარი გამოყო. საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობამ ხელშეკრულება შეპესე ადიგენის საირიგაციო და კომუნალურ მომსახურებასთან გააფორმა. რადგან მათი ინფორმაციით ტენდერის გამოცხადება დროში გახანგრძლივდებოდა, თვითმმართველობას კი დაზიანებაზე რეაგირება მაშინვე უნდა მოეხდინა. შეგახსენებთ, რომ ადიგენში ბოლო სტიქია 19 ივნისს დაფიქსირდა. სოფელ იჯარეთში კი სავალიგზის მოსაწესრიგებლად სამუშაოების სტიქიიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ 11 ივლისს დაიწყო.